ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. საათობით შეიძლება ადამიან მოუყუროს ჩემს არა. გამარჯობათ მეგობრებო. არ გამომწერობო კარგო ხალხი. მე და ბატონი დავითი ვართ. ეთი სასარგებლო ვიდეო ჩავწეროთ. თან ბატონ დავითას ვასწავლით, თან თქვენს გასწავლით. ვიცი რომ ყველაფერი იცით, მაგრამ შეიძლება რაღაც არ იცით, ხო ეგრე? ანუ აი ესეთი ხევია, შეხედეთ. ეს მთავრდებო ფლატე და მერე ჩანჩქერია. ასე რომ თუ ბანაკის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეგეთ ფლატეში და ღარფაც ეძახიან, ქართულად, ქართში ეგრე ეძახიან, ეთყობა კიდევაც აქეთ იქიდან არის ფოთლები, შუაში წყალია ნადენი. ანუ დროებით კი შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვა ღამე გაათენოთ. თუ ისიც წვიმა არ აპირებს. როგორ უნდა მივხვდეთ წვიმა აპირებს თუ დღეს? ცეცხლი გინთია. თუ საჩია ეს სწორად არის საში ბოლო, ესე იგი ხვალ კარგი ამიდი იქნება, თუ დაბლა არის და გვერდი მოხვეოთ, მაშინ ბოლი დაბლა იფანტება, მოდი ხელ ჩავმოდი. ჩემპიონი ხარ. მოკლედ. ეგ ისეაც გასაგებია უყურეთ რომ წყალმა არ წაგიხოთ რომ მძინარე თუ შემოგივარდათ არაფერი არ გიშოვე. ეხლა ბატონო დავით. ეს შარფი ხშირად მიკეთია ხო? რატო? ეს პროექტით. ოაი. შარფი იმისთვის არის საჭირო ყელზე არ შეგცილდეს, მაგრამ ამ შარფს აქ ძალიან ბევრი დანიშნულება და მოდი ნელ-ნელა განვიხილოთ ამ შარფით რისი გაკეთება შეიძლება. ეს ტყუილა არ დამაქრა და სამხედრო შარფები ეს არის სხვადასხვა ფერები. ასე რომ სხვადასხვანაირი გამოყენება აქვს. ჯერ თუ ყელზე არ შეგცილდეს. თუ ცხელა რა შეიძლება მითი გააკეთო? თუ ცხელა მაშინ რა შეიძლება? თავზე შემოიხიო. თავზე შემოიხიო. ბადესავით არის ნიავიც გაგიulis თავი არ დაგეწოვა. შეგიძლიათ ყელზე შემოიხიოთ ისე რომ მზისგან დაიცვათ, როგორც თქვათ, სიცივისგან თავისოთ, მზისგანაც დაგიცავთ. შეგიძლიათ ბატონო დავით, აი ხელი მოკიდე ბოლოში, ცოტა ესე. შეგიძლიათ აქეთ იქიდან ჯოხები გაუკეთოთ ამას. აქ მოკიდე ხელი, ესე. აჩი. აი ესეთი ბადია. ამით შეგიძლიათ ითევზაოთ. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ არიქა და საზღვაო თევზებს დაიჭერთ, მაგრამ რამე ღელი თუ არის და პატარა საქართველოს დინარებში თეძამში ყვარშიც და რაღაცა დიდი თევზს თუ ვერ მოიხელთ პატარა თევზს მაინც დაიჭერთ. ანუ ბადეთ შეიძლება ის გამოიყენოთ ძალიან მაგრა. კიდე შეიძლება გამოიყენოთ დაიპუზე ბატონო. დამიჯერეთ რა ბუჩქებში თუ ესე ზიხართ ხედველობა ხო ნორმალურია? აქედან ხო ხედავ შენ? კი. ანუ ბუჩქებში თუ ამას მოიფარებთ, აი თუ იტყვით რომ ბავშვია, მე ხო დიდი ვარ, ზომით რა. ნადე გადავიფარებ. რაღაცას აი ესე ჩამოვიფარებ რა. დავიმალებ. ბუჩქებში თან მე აქედან ყველაფერს კარგად ავხედავ, ვაკონტროლებ. პირდაპირ აქედან რომ შემიძლია სულ არ იერას გამოყოფ სადმე, ანუ რო შეიფაროთ, ეგე ძალიან მაგარია. კიდე რა შეიძლება ბატონო დავით გააკეთო? ხელი მოკიდე. ახაჩი, თელი წაით. როგორია, თოკია. ანუ რაღაცა გარკვეული თოკი გაქვთ. ანუ მყარი მასალა შეგიძლიათ რაღაცა გადაკვანძოთ და ასე შემდეგ. კიდე რისი გაკეთება შეიძლება? თქვათ? ღმერთმა დაიფარა, ხელი მოიტეხეთ, ფეხი მოიტეხეთ და რაღაც ეგეთი მოხდა. ბატონო დავით, აი სტოტი მომიცი. ეს? ეგ არა იმეორე იმან როგორ. ეს? ეგა. მომე? დამპალია მაგრამ. მოხდა დამპალია რა? დამპალია. არა უშავს. თქვათ ადამიანმა ხელი მოიტეხა, არტახის დადება. მაგ არტახს მე ვქნათ რა ეგეთი რამე. აი ამაზე დაადებთ არტახს, ერთ იმას. დაუფიქსირებთ მეორე ხესაც დაადებთ აქედან, აი, ანუ ხელი რო ესე მოყოს. არტახში. ანუ
არა ეგ ძალიან წვრილი. ვიცი, უბრალოდ, მაგას არა, მე ხო, აი კაი ის მომის მე. მომიცი? უშე. აი ეს. მეტახელი. შენ ჯوارი წერია, მაგრამ მე ესე რაზავს არ მომიტეხი. ანუ რამის დაფიქსირება თუ გინდათ? ამას ესე დაადებთ და ზემოდან დავხთ. მაგრამ შემოუჭერთ და იქნება არტახი, ანუ ხელი იქნება თუ ფეხი სადაც გადატეხილია. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამან არ იმოძრაობს. თუ იქვე არ არის სამედიცინო საშუალება, ანუ რომ იპოვნოთ, რა ქვია, ექიმია რაღაცა. ექიმამდე მიიყვანთ არტახი შეგიძლიათ ამითი დაადოთ. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. თუ სხვა რამე გაქვთ ეხლა ჯგუტი, თოკი რაღაცა კი ბატონო, მაგრამ ეს გამოსაყენებლად მაგ საქმის არის ძალიან მაგარი. ფეხი შეგიძლიათ დაუფიქსიროთ, თუ თავი გაუტო ეხლა ყელზე ნუ შემო. ბატონო და აი ქვაგდია მომიც. იგი კიდე რა შეიძლება ამით გააკეთოთ? ამით შეიძლება გააკეთოთ იარაღი. და საკმაოდ ვერაგი იარაღი. ბატონო და გავმოხდა. მე რაღაც გახვევ? რა მე განახებ როგორ შეიძლება მაგითი იარაღის გაკეთება? მე მგონი წარმოვიდგინე როგორც. მომეცი? ანუ აი ესეთი რაღაცა. ამაზე თოქ შემოუჭერთ, თოკი არ გაქვთ ტყეში თასმა მოიხსენით. თუ იარაღი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, შეგიძლიათ თასმა მოიდ და აი ეს არის ახლა გააჩნია, რამხელა ქვას ჩადებჩი. თუ საპონი გაქვთ, შეგიძლიათ საპონი ჩადოთ, ან ქვა ჯობია რა. თუ ცოტა ისეთი ცხოველია, რომ მარტო ცხოველზე არის, ადამიანზე ძალიან იცადი. გაიწე იქით. ესეთი იარაღები ჯობს ჯობია. პატარა ამპლიტუდა აქვს. ანუ შეგიძლია აი მაჯი ერთ ადგილზე მაგაჩერებული პატარაზე დავიქნი. მაგრამ აი ეს, რასაც მოხდება, ათჯერ დიდი ძალა აქვს. და მთელი ძალით რო ეს რაღაცას დაუშვათ. აი კლდეს. მოდი ვთქვათ, კაი, გელიდან ამი არა. ვთქვათ, მეცხვარე ძაღლი დიდი ქოფაკი. შენამდე არ მოუშვებ რა. ესო გადაარტყა ბეჭებში და ცოტა კაი დიდი ქოჩადო, ჩაუნგრევს სულ ყველაფერს. ამ ყველა ვარიანტში მოიგერიებთ მაინც. კომპაქტურია, თუ ჯოხი არ გაქვთ იარაღი და ასე შემდეგ, გაჭირვებისაა რა. არ გადამარტყა. რა. არ გადამარტყა. ვერ გავიგე. არ გადამარტყა. არა კაცო, რატო უნდა გადაგატყო? ანუ მედიცინაში გამოიყენებთ, საჭმლის მოპოვებაში გამოიყენებთ, ტაქტიკურ ამბავში გამოიყენებთ, რომ რაღაცას დაემალოთ, გამოიყენებთ, რომ გათბეთ, გამოიყენებთ, რომ მზისგან დაიცვათ თავი და დაამზადოთ იარაღი. ანუ ვინც ეს მოიგონა სამხედროებისთვის. ის იყო ძალიან ჭკვიანი კაცი, რა შტერი არ იყო. თუ ძალიან ვთქვათ, ცოტა ოდნავ ხელმარჯვე მაინც ახართ, ამით შეგიძლიათ. გაჭირვების ამბავია რა. ხისგან გააკეთო ეგეთი ოთხკუთხედი და კაკანათი გააკეთოთ. კაკანათი არის აყენებთ ამას, ზემოდან დამჭირი ახლა, ბადეს ხელი მოკიდე. ჯოგს გაუკეთებთ აქედან, ქვემოდან შეუყენებთ, ჩიტი შევიდა და ზემოდან რო ეცემა რა. ელემენტარულია. ახლა კაკანათის გაკეთება თუ არ მინდა ახლა კაკანათის გაკეთებას მიყო ხელი, მაგრამ ვინც არის კაკანათი რა არის, დაგუგლეთ რა საკეთებ ბატონო. რა, ვერთო. არა, მომისმენე რა, როცა ჩვენ რაღაცას მუშაობთ და ვიცით, მოდი ნუ გაერთო. მე მიგიშვებთ ყეში და თქვენს უგადათელე ყველაფერი. ანუ კაკანათი შეგიძლიათ გააკეთოთ და მცირე ცხოველი დაიჭიროთ, ან ფრინველი. ან თევზზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, ცხოველზე შეგიძლიათ გამოიყენოთ და თავის დასაცავად. თავის დასაცავად. იარაღის დაამზადოთ, მედიცინაში გამოიყენოთ, გათბეთ, მზისგან თავი დაიცვათ, მიიმალოთ. და თოკათაც გამოიყენოთ, იმიტომ რომ კაი მაგარი გამძლე თოკია. გირჩევთ იყიდოთ. მეც ვიყიდე. რავი, ყველგან იყიდება რა. ყველგან როგორ? ტაქტიკურ მაღაზიებში. ტაქტიკურ მაღაზიებში იყიდება. ინტერნეტში შეიძლება ესა ნახოთ, ეს კაი დიდი ხანია, კაი ნაბრძოლია. თუ საქართველოში ხართ, ჯობია რომ ამფერი იყიდოთ,
არის კიდე უდაბნო სფერები, მაგრამ უდაბნო სფერები არ გამოგადგებათ. ან საქართველოს შენ გამოგადგება. არ გამოგადგე თავი დასამალად არ გამოგადგება. კიდე რითი რაში შეიძლება გამოიყენოთ. აი უყურე. თუ სროლას აპირებთ. ხეზე გინდათ იარაღი ჩამოვა. მე გამიკეთები ეხა თან არა მაქვს იარაღი. უფრო სწორედ ზემოთ დავტო. ამას მივარჭო ხეში. ამ ხეს სისქე ხუა რაღაც დონეზე მფარავს რა. შემიძლია ეს გადავკიდო. ეს. ნუ მე უფრო დიდი დანა დამაქვს ხოლმე, ანუ აი აქამდე იფარებ. ამაზე თოფ ჩამოდე. და იქიდან მხრიდან რომ შემოხედო, შემოახედე იქიდან მხრიდან. აი რაღაც დონეზე აიქენდან იარაღი რო გამოყო, ხო? რაღაც დონეზე ამას ვეფარებ. ანუ ეხლა არ აიწყე, მაგრამ გამოცდილება რო გაიფოთლება, აი ამის გამოყენება შეიძლება. ძიმი არ არის, სატარელოთ არის ადვილი, არის კომპაქტური. გირჩევთ რა, თუ დადიხართ, აუცილებელია რომ ჯარისკაცი იყოთ რა. ჩაოლეული სამოქალაქო სალაშქრო თუ იყენებთ, ეს იყიდეთ. ეხლა ზოგს ხო გონია რომ ფასონთან ეგეთი ფასონათაც ეგეთი ტიპები ხართ რა. თუ ფასონად გიეთ, მაგრამ ინაყელზე გქონდეთ, თუ ძალიან თქვათ არიქა და ესე არ მინდა ვატარო და ძალიან ცხელა ან ძალიან მოკლედ, შეგიძლიათ ზურგზანთაზი შეინახოთ. ჩემი რჩევა იქნება ესე გააკეთოთ. თუ რამე ბუჩქნარია და რამე ჯობია რომ ყელზე არ შემოიხვიოთ ესე ძალიან. იმიტომ რომ ეს ხაფანგიც არის რაღაცას რომ გამოედოთ შეიძლება ჩამოერჩოთ. ხომ მტერი შეგიძლიათ ჩამოახჭოთ და ამითი ადამიანის გაგუდვათ შეიძლება, ანუ კიდე მეორე იარაღი, უკიდან მიეპაროთ ეს თავზე გადააცვათ. მოდი აქ. რაღაც აი ამ დაგვარი რაღაცა გააკეთოთ. სულ რო ჯანიანი იყოს, აი ამას აბჯერ მე ძალას მისცემს რომ ადამიანი გაგუდოთ. თან ისე რომ ხმავე რა მოხდა. ესე რომ გაგუდო? არა, მე ვიძახი შარფს. ამიგე. ხელშარტ ბრძოლაზე და რაღაცაზე მე ჩავიწერ თუ YouTube არ დაგბლოკა, აი იმის გამოწკი რომ თავზე ის გადაგატარდა. ამითი გამოგევშოთ მეგობრო იმედია. დღეს ამას იქით ამ შარფს სულ სხვანაირად შეხედავთ. დააკვირდით ბევრ კინოებში, რომელიც ბაივიკებს რო ეძახიან, ბრძოლაზე რომელიც არის, ესეთი შარფები ყველა ჯარისკაცს უკეთია, ნუ უმეტესობას მაინც. ამითი გამოგევშოთ, კარგად ბრძანდებოდით. შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეო.